სადილი ბადრიჯანით და ქათმის ხორცით, გამომცხვარი ღუმელში არაჟანთან და გახეხილ სულგუნთან ერთად. აი ეს წიგნი კი ყველამ რო ძალიან კარგად ვიცით, საინტერესო იდეებს მაწვდის. რეცეპტი ავარჩიე და ეხლა მოვამზადოთ სადილი. ნახევრად გაწყნილი ბადრიჯანი დაჭერით ყუვებად, მოაყარეთ მარილი და დააყენეთ 1 საათით, რომ წარეწვენი გამოუშვეს. შემდეგ გარეცხეთ და კარგად გაწუვრეთ. ხახვის დაჭრის დროს თუ არ გინდათ რომ დაგეწვათ თვალები, გაიკეთეთ წყლის სათვალე. წვრილად დაჭერით რამდენიმე თავი ხახვი. ასევე წვრილად დააკუთვნოდეთ ქინძი, ოხრახუში, რეჰანი და პიტნა. მერწმუნით პიტნა თავის სიტყვას ამბობს ამ კერძში. შეგიძლიათ პიტნა ტარხუნითაც შეცვალოთ, ორივე ძალიან უხდება და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მივხვდეთ ностეს მენჯის ნაჭრებს, რომელსაც მე კანს ყოველთვის ვაცდებ, მაგრამ თქვენ თუ გირჩევნიათ, შეგიძლიათ კანიანად მოამზადოთ. ამ რეცეპტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ აქვს ზედმიწევნით დადგენილი პროპორციები. ყველაფერი თქვენი გემოვნები და თვალის ზომით მზადდება. პოსტის აღწერაში კი ჩემ პროპორციებს მაინც დაგიტოვებთ. ქათმის ხორცის ნაჭრები გადაიტანეთ გახურებულ ზეთიან ტაფაზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად დაბრეწეთ ორივე მხრიდან. შემდეგ გადაიტანეთ ცალკე ჭურჭელში და იმავე ტაფაზე დაამატეთ ცოტა ზეთი. დაყარეთ ყუებად დაჭერილი ბადრიჯანი, 1 წუთში დაუმეტეთ ხახვი და დაუგრძნოთ რომ მოიხრაკოს. შემდეგ დაუმეტეთ გაჭრილი ნიორი, მწვანილების კორიანტელი, მარილი, სვანური მარილი, შავი პილპილი და ცეცხლი გამორთეთ. ამოურიეთ და დაალაგეთ ქათმის ნაჭრები. ორიგინალი რეცეპტის მიხედვით არაჟანს შაქარი და დარიჩინი უნდა მოეყაროს. წარმოვიდგენია ეს რომ გამეკეთებინა, რამდენ შოკირებულ კომენტარს დავიკითხავდი, მაგრამ თქვენი შიშით შევცვალე და გახეხილი სულგუნი გამოვიყენე. შემდეგ გამოაცხოთ 220 გრადუსზე ყველის მობრაწვამდე და გემრიელად მივთვით. ერთ-ერთი საუკეთესო სადილი.